მოგესალმები. მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. მიმართვა, მათ შორის თქვენს ხართ ხელმომწერი აღნიშნული მიმართვის და გითხარით აი მთავარ საფუძვლებზე. თქვენ ასევე ითხოვთ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას როგორც მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე მკაცრი პოზიციის გამოხატვას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ხომ? აი კონკრეტულად რაში მდგომარეობს თქვენი არგუმენტები? მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. 23 ქართველი ემიგრანტების 23 ორგანიზაციამ ერთდროულად შევიტანეთ ევროკავშირში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებში წერილი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ დაასანქცირონ ქართული ოცნება, ესეთი ზოგადი მიმართვა გვაქვს და იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენმა ორგანიზაციამ, ემიგრანტების ორგანიზაციებმა, სხვა ქართულმა ჯგუფებმა უკვე არაერთი მიმართვა გაუგზავნეთ ევროკავშირს და სხვა დასავლელ პარტნიორებს. სხვადასხვა აქცენტები ქონდა, როგორც ვითხოვდით, როგორც სანქციებს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ლიდერების თაობაზე, ასევე ივანიშვილის გარემოცვის თაობაზე, ასევე იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აძლიერებენ რეპრესიულ რეჟიმს, ჩვენ გავაგზავნეთ ცოტა ხნის წინ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებზე, მათ შორის ცრუმოწმეებზე, რომლებიც ამწარებენ ქართულ საზოგადოებას და საშინელ რაღაცებს ჩადიან. და მოგეთ ყველა მასალები აქვს ჩვენს მეგობრებს, ჩვენ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ ვიცით, რომ უახლოესი მინისტერიალი, ანუ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება 15 ივლისს და ჩვენ ვთხოვთ მათ მინისტრებს, საგარეო საქმეთა მთავრობებს ევროკავშირის ქვეყნების, რომ საქართველოს საკითხი აუცილებლად ერთი რომ შეიტანონ დღის წესრიგში 15 ივლისს, როდესაც განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს და მეორე დაასანქცირონ ან მაქსიმუმალურად მიუახლოვდნენ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ იქ სხვა ორგანოებიც არის, თუმცა ამ მინისტერიალმა რომ მინიმუმ მოამზადოს მაინც ასეთი გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ევროპელები მხარს გვიჭერენ, მაგრამ დღეს არის ქმედებების დრო და ის სასანქციო პოლიტიკა ევროპული აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. პერსონალური სანქციები, მიზანმიმართული სანქციები, ეს იქნება საფინანსო თუნდაც ეგრეთ წოდებულ მიმოსვლაზე შეზღუდვის ნებისმიერი სანქცია უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა გაძლიერდეს და გარედან, როგორც ევროკავშირის, ასევე გაერთიანებული სამეფოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვაქვს ბუნებრივია მოლოდინი, რომ ამ ქართულ საზოგადოებას არც მინდა ვთქვა, რომ მარტო წინააღმდეგობის მოძრაობას, იმიტომ რომ ზოგადად ქართულ საზოგადოებას გარედან პოლიტიკური მნიშვნელოვანი დახმარება ექნება. ჩვენ თვლით, რომ დღეს არის აუცილებლად ამის დრო, იმიტომ რომ გუშინაც იყო ძალიან მძიმე დღე, რეჟიმი ძალიან ხისტად და სასტიკად უტევს ქართულ საზოგადოებას და ეს არა იმიტომ, რომ ძლიერია, პირიქით ჩვენ ყავს უკიდურესად ლაჩარი, მშიშარა პრორუსული მოღალატეობრივი რეჟიმი, მაგრამ იმისთვის, რომ გონს მოეგონ თუნდაც ის ადამიანები, ვინც დღეს ემსახურებიან ამა თუ იმ მიზეზის გამო ამ რეჟიმს, ამისთვის აუცილებელია საგარეო მკაფიო მხარდაჭერა. და მადლობა მინდა უთხრა 23-ვე ორგანიზაციას, რომლებიც აბსოლუტურად ერთსულოვნები ვიყავით ამ წერილის შედგენის საკითხში. კოკი, თქვენ მე ვიცნობ თქვენს ასე ვთქვათ ერთობლივ განცხადებას ამ მიმართვასთან დაკავშირებით, საუბარია იმაზე, რომ რეალური ნაბიჯების გადადგმა არის კრიტიკული. იმიტომ რომ შეფასება ჩვენ იქამდეც მოგვისმენია იმავე პერიოდშიც, შემდგომ პერიოდშიც ამას მოყვა გარკვეული ქვეყნების მხრიდან სანქციები. როგორც ჩანს, იმიტოა მოთხოვნა რეალური ნაბიჯების გადადგმაზე, რომ არის რაღაც გარკვეულწილად დანაკლისი, რომ კიდევ უფრო მეტი რეაქცია უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო ასპარეზზე იმ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც არ უპასუხია ხო ოცნებას, არც გამოუძიებია, არავინ დაუსჯია, არავის იდენტიფიცირება მოუხდენია და ინფორმაციაც კი არ გავრცელებია, თუ მიდის ასეთი ძიებები, რა ეტაპზეა ისინი. ამიტომ არის კრიტიკული რეალური ნაბიჯების გადადგმა? ბუნებრივია, ჩვენ ამ წუთას მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, ანუ ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით ასეთი კომუნიკაცია გვაქვს, მე მაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ლატვიაში, ლატვიის სახელმწიფო წრეების, მათი ხელმძღვანელი პირებთან, სხვებს თავიანთ ქვეყნებში და ეს ემიგრანტების ორგანიზაციები ძალიან აქტიურად მუშაობთ, იგივე მაგალითად დანიაში ჩვენ მეგობრებს, კოლეგებს სისტემატურად დანიის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს, მათ უკვე გამოუთქვეს მზადყოფნა, რომ მზად არიან სასანქციო პოლიტიკა გააძლიერონ ქართული მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმის წინააღმდეგ, ანუ ლატვიის მთავრობამ წერილობით მიმართა ქართველი ემიგრანტების ჯგუფს და ჩვენ ვთვლით, რომ ხო, რა თქმა უნდა, დღეს არის ზუსტად ამის დრო, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავმეორდე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ხანდახან ევროკავშირი ცოტათი ინერტულია, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანაა მასში გაერთიანებული
საქართველოს კი არა ხანდახან მიუხედავად სურვილისა უკრაინასაც კი არა მხოლოდ შეიარაღებით, არამედ ჰუმანიტარული დახმარებაც კი უჭირთ ხოლმე რომ გამოუცხადონ, თუმცა ევროპა არის ჩვენი სახლი და ამ რაღაც ბიუროკრატიულ პრობლემებს და პოლიტიკურ პრობლემებს აუცილებლად მიხედავს. ჩვენ ვამბობთ რომ დღეს კი არა გუშინ იყო უკვე გვიან, იმიტომ რომ ჩვენ ერთია რომ ვიცით გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი ბრძოლის ფასად გვიჯდება იქ მშობლები დაიღუპათ უკვე ადამიანებს ამ ჩვენ დატყვევებულებს ადამიანებს სასტიკად რა ვთქვი აწამებენ ჯარიმები აქვს და სტრესია მთელი საზოგადოება და რა თქმა უნდა ვიცით ჩვენ რომ თავარი ბრძოლის ხაზი გადის საქართველოში მაგრამ მათი ჩვენი პარტნიორების მეგობრების მხარდაჭერა უნდა იყოს აუცილებლად თვალნათელ კაფიო და ჩვენ პირდაპირ ვიტყვი ამას რომ არ მოვეშვებით ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მაგალითად მე და ჩემი სხვა მეგობრები ბალტიელებთან რომლებიც სხვაზე უფრო ახლოს არიან ასე ვთქვათ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენ იმათთან კომუნიკაციაში ამ ჩვენ მეგობრებთან ასე ვსაუბრობთ რომ მაგალითად თუ დღეს არ ცხადდება რაღაც საერთო სანქციები თქვენ დაიწყეთ ისევ ეს ახალი ჭალღა ხო თქვენ ხომ შეგიძლიათ თქვენი მხრიდან დაიწყოთ მაგრამ ჩვენ ამ წუთას გვაქვს მოლოდინი რომ ევროკავშირი მოახერხებს იმას რომ ეს სანქციები იყოს კონსოლიდირებული და მთლიანად ევროკავშირის სახელით რომ წამოვიდეს 15-ში არის მინისტერიალი ჩვენ ვიცით რომ არის სხვა ორგანოებიც იქ პრეზიდენტების გაერთიანებითაც და ამ 15-ის მინისტერიალმა ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ მაქსიმალურად აი რაღაც გადამწყვეტი სიტყვა შეასრულოს კონკრეტულად დასანქცირების საკითხებში თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ ჩვენ კონკრეტულად ვთხოვთ რომ თავარი პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს არის ოცნების რეჟიმის წევრების მათი მხარდამჭერების დასანქცირება დასავლეთის ორგანიზაციების მხრიდან დიდი მადლობა კოკი დაგემშვიდობები კოკი იონათამიშვილი საუბრობდა